არის ხო ცხოვრება, მე ჩემს პირად მაგალითზე ვიტყვი. რაც ეკლესიაში მოვედი და მით უმეტეს ახლა რაც ეს ნაბიჯი გადავდგი და მონაზნობის კურთხევა გადმოვიდა ჩემზე, წამიც არ მახსოვს, უწმინდეს ემით ვამბობდა ხოლმე, რომ არა მარტო ეპისკოპოსობაა მოწამეობა, ბერობა მოწამეობა ზოგადად. და ერთი არის რომ გარედან შეტევებია და მაგისთვის ყოველთვის ზად უნდა იყო და მაგის სიხარულით აგავსებს ადამიანს, იმიტომ რომ გარედან შეტევა რა არის, ხო? თუ უფლის ხარ, უფალს როგორც მოექცა ეს უთისოფელი და ადამიანები ისე მოგექცევიან შენ. ამიტომ ქრისტიანი ადამიანისთვის სხვა სიხარული შემოდის, გამიგეთ? როცა რწმენა არა გაქვს, ხო? ამას რატომ მიკეთებენ, იმას მიკეთებენ. ჩემთვის სირთულე ეს არ არის, ჩემთან სირთულე არის ის ჩემს მერსთან ბრძოლა, ჩემს თავთან ბრძოლა. იმიტომ რომ აი ღმერთი ალბომის სიხარულს გვანიჭებს, ამაღლებით სადავყავართ და რას ვაკეთებ, რა ვსწორდები? ვასწორებ ჩემს აქციას თუ კვლავ და კვლავ სამწუხაროდ თუნდაც ვიქცევი. მაშინ იფიქრებს ადამიანი რა გიშველის რა მუდმივი სურვილი რომ იყო ღმერთთან და ღმერთი არ მიატოვო. მუდმივი სწრაფვა ღმერთისკენ, ხო? უფალი ხომ ყოველ სურვილს შეიწირავს, ხო? და მთავარია იმედი არ დაკარგო და იცოდე რომ ჩვენი მაცხოვარი არავის არ მიგატოვებს. ხდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში ესეთი მომენტიც, ღმერთი კი არ ხტობს, ისე ცხოვრობ, რომ განახევს ღმერთი იმას, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება რა არის. მაგ დროსაც არ უნდა დაეცე ადამიანი რა, უნდა იბრძოლო. აი მან სწავლობ ბრძოლას. და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც თუნდაც ასეთი მომენტი შეემთხვევა და კვლავ დაუბრუნდება ღვთის წიაღს. ამიტომაც არის ხოლმე ნათქვამი სახარებაში, რომ ჩვენი თავი უნდა ვაიძულოთ, და სხვების განკითხვას კი არ უნდა მივყოთ. სხვები თუ ჩვენ თვლით რომ ცუდად გექცევიან, ისევ ჩათვალე რომ შენს გამოსასწორებლად გექცევიან რა. უფალს თუ ისე მოექცნენ და ჩვენი ცოდვების გამო მოექცნენ, ხო მას? ისე შვერა რას ვიმსახურებთ რა. იავარდებით სიარულს მაგზაზე არავის არ ვთქვამს მაგი, მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი, ვინც დაიწყებს უფლის შეცნობას, მისთვის მართლაც ისეთია, ტკბილია ეს ცხოვრება, აბსოლუტურად ტკბილია. მე მინდა ერთით ფაქტს მივაქციო ყურადღება, დიდება და მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვირჩიეთ პატრიარქი, ღვთისგან დაგვიდგინდა და ვიცით რომ ღვთისგან კურთხეულია და უწმინდესი და უნეტარესი შიოა და პირველ ამაღლების წირვას ვატარებთ ისე რომ მისი საჭადრაკობილების ქვეშ არის დედა ეკლესია და პირველად არის ისე ჩვენ ახლა უმეტესობა ვინც მოსწრებული ვიყავით ჩვენი უწმინდესი ილია მეორეს და უნეტარესი ილია მეორის პერიოდში დავდიოდით ძირითადად ეკლესიაში, ზოგ ხმების ახსოვს დავით მეხუთე, ეფრემი, მელქისედეკი, მანამდე კალისტრატეს ისინიც იქნებიან, მაგრამ იმას ვიზახი რომ აი დედამიწაზე მარადიული არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. მარადიულობა მხოლოდ ღმერთთან არის. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც მარადიულობაში ღმერთს შეუერთდება. ბერისთვის ერთადერთი ნატურა, რაც კარგი ნატურა, ხო? რაც ცოდვაში არ ეთვლება, რა არის? ღვთის წიაღში რომ უნდა ისევ დაბრუნება, რა ღმერთთან რომ უნდა დაბრუნება. იმ წიაღში, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო მიტევებული გვაქვს. ეხლა მინდა სულიერი თვალით შეგახედოთ თქვენ ნახეთ რომ ჩვენმა ეკლესიამ
აჩვენა ის ღირსება, რომელიც ქრისტეს ეკლესიას ეკუთვნის. ჩვენს ერთარცებას ამებას ეკუთვნის და ჩვენს მაცხოვარს უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნის. ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, ნახეთ და აბსოლუტურად ნახეთ, რომ განსხვავებული აზრები იყო, ხო? რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს, თავარი აზრები განსხვავებული იყო, მაგრამ რა მოხდა? ყველამ ვაღიარეთ ღვთისნებად ის, რაც უმრავლესობამ მიიღო. იმიტომ რომ სული წმინდით იყო მაგი მოწოდებული და ჩვენი უწმინდესიც სული წმინდის მიერ არის, რა თქმა უნდა, გამორჩეული და არა ჩვენ კი მივიღეთ მონაწილეობა თითოეულმა ჩვენთაგანმა რა, ზოგმა იმას მისახმა, ზოგმა იმას, მაგრამ საბოლოოდ დღეს ყველა ვაღიარებთ აბსოლუტურად, რომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი დღევანდელი ჩვენი ეკლესიის საჭეტრობელი. მანამდე თუ გადახედავთ რა ტელევიზიებს, იმას თვითონ მორწმუნეებსაც, აი თავი მორწმუნეები რო გონია, ხო? შეხედეთ, ეხლა ჩვენთან როგორი სიტუაცია იყო და რა ღირსეულად გამოვიდა ეკლესია. მე მინდა ცოტა სხვა თვალით შეგახედოთ ამას, იმიტომ რომ დავდგებით ხოლმე და ისეთ რაღაცას ვსაუბრობთ და ვეპოტინებით ეს რაღაცა, რაც ჩვენი საქმე არ არის, იმიტომ რომ არ ვიცით რაღაცა რა, არ გვესმის. სულიერი წვდომა არ გვაქვს, ცხოვრებისეული სიბრძნე სხვა არის და ღვთაებრივი სიბრძნე აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. თავიდან იყო, იცით რომ წავიდა საუბარი იმაზე, დებულების კრიტიკა წავიდა რა, რატომ არის თქვა 70 წელია ჩაწერილი, ისე ჩამკეტი იყო 70 წელი რეალურად. რატომ არის რომ უმაღლესი განათლება მოითხოვება რა, ნუ თუ შეიძლება რა, ეპისკოპოსები რა, ასეთი ისინი გაუნათლებლები იყვნენ. ვეთანხმები, განა არ ვეთანხმები, მაგას სხვა იმით მინდა შეგახედოთ რა, მაგ საკითხს. აქ თავარი რა იყო? საბოლოოდ, როდესაც ჩატარდა არჩევნები, ჩვენ ყველა ღვთისნების ძიებაში ვიყავით აბსოლუტურად რა. აბსოლუტურად ყველა. ვერავინ ვერ იტყოდა რომ მე ვიცი ღვთისნება, მე ვიცი ღვთისნება, მე ვიცი ღვთისნება. მით უმეტეს ისეთი პატრიარქი ყავდა ჩვენ. მართლა ღვთივ განცნობილი იყო და არ იკადრებდა იმას, რაც სული წმინდის გადასაწყვეტი იყო. თვითონ ეთქვათ რომ ასე მოიქცეთ და ეს უნდა იყოს, ის უნდა იყოს. მაგასაც პირდაპირ გეტყვით. რაც არ ვიცი, იმას არ გელაპარაკებთ. ამიტომ ჩვენ უნდა გამოგვერჩია ვის უნდა და ღმერთს, ვინ უნდა და ღმერთს, ვის სურდა ღმერთს რომ ყოფილიყო, ხო? იყო 15 ადამიანს შეეძლო, ასე ვთქვათ, მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში. 15-დან საბოლოოდ 9 უარი თქვა. თქვა და 6 იყო ის და კი იცით, ჩატარდა ის ტური და 3 ადამიანი გამოვიდა. საბოლოოდ რა იყო, აქ დამარცხებული არავინ არ არის რა, ეკლესიამ გაიმარჯვა, იმიტომ რომ თავარია ღვთისნება გავიგეთ ჩვენ. ღვთისნებას როცა გაიგებ და აღასრულებ, მაგას დიდი არაფერი არ არის. თორე ის რომ ვიღაცას ვიღაცა უფრო მეტად უყვარს და რაღაცა ეს არაფერი არ არის ღვთის წინაშე, ხო? ესეთი ჯვარია, ყველას არ შეგვიძლია მაგის ტვირთვა და ყველა ღირსეული, აბსოლუტურად ღირსეული იყო. 39-ვე ჩემს გარდა რა, 38 ყველა ღირსეული იყო, მაგ იმაზე თქვა. აქ რა მოხდა, რა მთავარი რა? თქვენ გონიათ, იმიტომ იყო რაღაცა შიგნით საუბრები რომ ვიღაცას მაინც და მაინც პატრიარქობა უნდა და ყველას უნდა რომ რაღაცაზე უარი ისე არ ეთქვა, რომ ღვთისნების წინააღმდეგ არ წასულიყო. და შევხედოთ რა შეიყო საქმე. რატომ არის შეზღუდვა 70 წელზე, რატომ არის რომ დიპლომი ჭირდება და ყველა ვიყავით ამის განკითხვაში, ხო, თქვათ რა. ვისაც სიმპათიები ქონდა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მართლაც ღირსეულები არიან და იმ მეუფეები ძალიან მიყვარს ის მეუფეები და მით უმეტეს აი რაც მოხდა იმის მერე უფრო შევიყვარ და გეტყვით რატომ. აქ იყო მე სხვანაირად უყურებდი ამ იმას რა, აბსოლუტურად რა.
შეიძლება სხვაც უყურებდა ასე, არ მისაუბრია მე უფერთან. მე ჩემი აზრი გამოვთქვი სინოდზე და ყველა მისის ჩემი აზრი. საბოლოოდ ბევრი დამეთანხმა მაგ იმაში რა, აბსოლუტურად. აქ იყო ერთი რამე, მე გამახსენდა სამოთხის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი შექმნა უფალმა, ადამი ევა, არიან იქ და ყველაფრის უფლება მისცა, ერთი უთხრა რომ ამასო ჯერო არ მიეკაროთო. მაგრამ შეხედეთ რა, ადამიანის გონება როგორ არის, ხო მივიდა, გველმა ასთუნა, გაინტერესდა, როგორ არ შეიძლება, რატომ მითხრა, ხო? აიღო შეჭამა, მერე ქმარსაც აჭამა, ხო? ჩვენთან რა ხდებოდა რა? ჩვენთან იყო ანალუს გავატარებ. დებულებაში იყო 70 წელი და დიპლომი. და დავიწყეთ კაცო რა, რატო ის ხო ღირსეულია რა. ისაც ხო ღირსეულია, დიპლომი არ აქვს, მაგრამ ვიზე ნაკლები ის აქვს რა. მაინც და მაინც ის ქაღალდია საჭირო? რა შეხედეთ რა. თუ იქ ადამმა და ევამ გამოსდა ვერ ჩააბარა ჩვენ სინოდში. იმ ადამიანებმა გამოსდა ჩააბარეს. ეწერა? გვითხრესო, დავიჯერეთ რომ ეს განგებულებით იყო და ამიტომ მე შეხედეთ რა, როგორ იმაში ხართ რა, ხელში მოხვედრილი. აქ ღვთაებრივი სიბრძნემ გაიმარჯვა და არა ადამიანების იმარო ის ძლიერია, ღმერთის გარდა ძლიერი არავინ არ არის რა, ღმერთი თუ გაგშორდა არაფერი არ იქნები და იმიტომ არიან მართლა ძლიერები და დიდები ჩვენი მეუფეები რომ ეს ყველამ დაინახა და აბსოლუტურად ხო? აბსოლუტურად მე კიდევაც ნახეთ რომ რეგალიების, როდესაც უწმიდეს შიო რეგალიებს იღებდა, ის ადამიანები, რომლებიც მანამდე ან კანდიდატებად ან ისე მოიაზრებოდნენ, ყველამ გადასცა და სიხარულით გადასცა ყველამ, ხო? იმიტომ რომ ძმები ვართ ჩვენ. ძმები ვართ და მით უმეტეს ახლა ერთი ადამიანის ნაკურთხები ვიყავით, ქრისტეს სხვას არაფერს არ გვასწავლეს ჩვენ. ჩვენ არ ვიბრძვით ამ ქვეყანაზე პირველობისთვის. ხშირად აი ხელისუფლებები, სხვადასხვა ხელისუფლებები ეკლესიას მოიაზრებენ ხოლმე კონკურენტად, ძალაუფლების გამყოფად. ჩვენ არ ვართ მაგ ქართული ეკლესია, მერწმუნეთ, მაგაში არ მონაწილეობთ, იმიტომ რომ ქრისტეს გზას მივყვებით და არასდროს, ხო? ეს მიწიერი დიდება ჩვენთან უმრავლესობაში არაფერი არ არის რა. შეიძლება თქვათ რომ რატომ გაცვიათ ლამაზი რაღაცა ის ღვთისმსახურების ის არის, რომ შინაგანში ჩახედეთ ადამიანს მი როგორ არის და ვირაშვება. ჩვენმა ეკლესიამ ამ ეტაპზე ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ხალხის გარეშე ვინ არის ხომ ეკლესია, ჩააბარა, გამოსდა და მე მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე ძალიან წუხდნენ რა გამოდიოდა იმათ ნათქვამს რომ გავყოლოდით, ხო? რაც გველმა გაუკეთა ევას, მათი აზრი იყო ის. ჩვენ ეს დავინახეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რა, ყველამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დიდება უფალს და ჩვენს ერს დიდი მომავალი აქვს. იმიტომ არის რა, 1000 ბევრ ამაში ღირსებიც ვართ რომ გვიტევენ. ბევრ ამაში იმიტომ გვიტევენ რომ ღმერთი აჩვენებს რომ გვიცავს. აბა ღმერთი რომ არ გვიცავდეს დღეს ახლა ვიქნებოდით? არ ვიქნებოდით, მაგრამ რატომ გვიცავს? იმიტომ რომ კიდე გაგიმეორებთ რა. ღვთის წინაშე გამართლებული ხართ. როცა ღმერთს დაჭირდა, ერებმა რომ დიდება მიატოვეს და ეკლესიებმა და სხვადასხვა რელიგიებმა ღვთის დიდება რომ მიატოვეს, ხო? ერთადერთი ერი თქვენ გამოხვედით, რომლებმაც არც ეკლესიები დაკეტეთ, არაფერი და ის რა არის ატომური ომები რა არის, ამ მოკვდები და რა. მე ღმერთიც ყვიტავს, გეშინოდეს იმისიო რა, ვინც კლავს იმისი კი არა. ვისაც გეჰენიაში ჩაგდება შეუძლია. ღმერთი არ მიატოვა ჩემმა ლამაზმა ერმა, ულამაზესმა ერმა, სხვა ერების ლამაზები არიან, მაგრამ
თქვენ ხართ ღვთის მადიდებელი ერი, ახალი ისრაელი და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ამიტომ ხო რაღაცაზე სანამ ადამიანს რაღაცას ურჩევთ, შევხედოთ რომ ევას რომ მოატყუა გველმა ჩვენი სიბრძნიდან გამომდინარე, ადამიანური სიბრძნიდან გამომდინარე, გველის იმაში არ აღმოჩნდეთ რა. ხილად ვიყოთ ხოლმე რა ჩვენი აზრების თავზე მოხვევაში. უწმიდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა. ეკლესიის მართვაც ვიცით და ჩვენ რაც გვეხება ის მოგთხოვით და ძალიან ხშირად ისეთ რამებს გთხოვთ ხოლმე, რა თქვენი საქმე არ არის რა და უშუალო საქმეს მაინც ნუ მოწყვიტავთ, თორე დანარჩენშიც თქვენთან ერთად ვიქნებით რა. ძალები არ გაგვაფანტინოთ, ძალები არ ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ეს ურთულესი პერიოდი. მამა ლაზარეს ულოცავ, ამ სოფლის მკვიდრებს ულოცავ, მონასტერს ულოცავ და ყველა სრულიად საქართველოს ულოცავ. ჩვენს უწმიდეს და უნეტარეს შიოს ულოცავ, ჩვენს წმინდა სინოდს ულოცავ, მამებს და დედებს, მოსახლეობას ყველას მიუხედავად მრწამსისა და ხედავ რომ სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიას ერთობა და შევეცადოთ რაღაცეებით, ხო? ამ ერთობის დარღვევა არ ცადოთ. თორემ ვინც ეცდება ცუდს მიიღებს რა, რა გვინდა, ვინმესთვის ცუდი ფსურს, არავის არ ფსურს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა სული წმინდის მადლით აგავსოთ. ვიხარეთ ოცავს უფლეშინა.